მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მე მინდა გავაკეთე თქვენთვის გაშლა, არა ვიცი რატომ ხალხი ძალიან მომინდა, იმიტომ რომ ახლა სახში არა ვარ, მაგრამ მაინც მომინდა თქვენთვის ეს გაშლა. ეხლა ვიცი რომ ძალიან ბევრს ეს სიტუაციები აწუხებს, ეს რო არის ეხლა დაბნელების დერეფანი რო არის, ბევრზე მოქმედებს და ამიტომ ეს ურთიერთობებზეც მოქმედებს და ამიტომ ეს გაშლა გადავწყვიტე რომ გამიკეთებია თქვენთვის და აბა ვნახოთ ახლა ჩვენ საერთოდ როგორ რანაირად რა ენერგია შემოაქვს ახლა თქვენს ურთიერთობაში ამ დერეფანს ხო რა შეიცვლება ამ პერიოდში 28 აგვისტოს მთავრდება და ამიტომ მოდით ახლა ჩვენ მაინც ახლა შეიძლება ზოგს ახლა გასუხები არ აქვს, არ იცის რა ხდება, რატო ხდება ეს ყველაფერი და აბა ჩვენ ახლა მოდით ვნახოთ ტაროს კითხოთ, ახლა რას გვეტყვის ამ კითხვებზე პასუხები ვკითხოთ რა. ნახოთ, პირველი კითხვა მაქვს ისეთი, რომ ანუ რა ენერგიას შემოიტანს, ხო? საერთოდ ეს მოაქვს და შემოაქვს, ასე რომ ვთქვა, თქვენს პირად ურთიერთობაში. ვნახოთ ახლა რა შეიცვლება ამ პერიოდში თქვენს ურთიერთობაში. ვკითხოთ ახლა რა გამოვა ანუ ზედაპირზე რა და მოითხოვს ყურადღებას ამ პერიოდში. ხო? ცოტა შეიძლება გვიან მომივიდა ეს აზრი, მაგრამ ნუ არა უშავს ჯობია გვიან ვიდრე არასდროს, ხო? რომ თქვენთვის ეს მინდოდა მე თქვა. შემდეგი ვნახოთ ახლა რა შეიძლება დასრულდეს და ან დარჩეს წარსულში. ესეც ვნახოთ აუცილებლად. ვნახოთ ისიც რა ახალი შესაძლებლობები იხსნება თქვენი წყვილისთვის. როგორ შეიცვლება პარტნიორის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ესეც ვნახოთ. და მთავარი რა იქნება, ხო, ამ პერიოდში შედეგი თქვენს ურთიერთობაში, ესეც ვნახოთ და ესეც ვნახოთ მე მაინც ვკითხოთ ჩვენ, ანუ სად მიდის თქვენი ურთიერთობა დაბნელების დერეფანის შემდეგ. ესეც ვკითხოთ. всё. კითხვები მზად მაქვს. ნუ აი ნახეთ დასრულდება აი პერიოდი, რომელიც იყო ძალიან გაუგებარი თქვენს ურთიერთობაში. ნუ უკვე გვეუბნებათ და რა ხო ხდებით რა როგორ მუშაობს, ანუ წყვილა არ მომინდომებია მე ამ გაშლის გაკეთება. მოდით ვნახოთ მაშინ ახლა ჩვენ პირველი ესე იგი რა ენერგიას შემოაქვს რა ენერგია შემოაქვს რა ენერგია. ნუ აი შეხედეთ რა. მართლა აქ შეიძლება თქვენ გრძნობდეთ თავს ძალიან შეუძლოთ. შეიძლება თქვენს ურთიერთობაშიც არის აი უფრო ნერვიულობები, შეიძლება შპოთვები, შეიძლება იყოს რაღაცა აი სხვათა შორის აქ ისეთ როგორი მომენტები შეიძლება და აი არ გინდათ დაუშვათ ახლა არაფერი. ანუ აი დაუშვათ თუ გაქვთ თქვენ ახლა მომენტები რომ სადაც იყო რაღაცა მძიმე პერიოდები, აი ეს ენერგია არის ახლა. ამიტომ არ გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ თუ ვინმეს გაქვთ თქვენ ახლა ურთიერთობაში რამე ხარვეზები, ნერვიულობა, შეიძლება არანაირი თქვათ არა გაქვთ ურთიერთობა, ნუ რაღაცა ისეთი მძიმე ენერგიები, იცოდეთ რომ ეს არის ამის ბრალი რა, ასე რომ ვთქვათ, ახლა ნამდვილად კი. აი რაღაც შეჩერებული სიტუაცია შეიძლება გამიგე და ამაზე ნერვიულობა გაქვს, შეიძლება არაფერი არ მიდის წინ და არანაირად არაფერი არ ვითარდება, აი თითქოს გაიყინა რაღაცა სიტუაცია რა. აი თქვენ შეიძლება მოლოდინში ხართ, ელოდებით, შეიძლება აქ ვიღაცამ კიდევაც ან დაშორდეთ, ან დაბლოკეთ, ერთმანეთი ან ნერვიულობთ, ან რაღაცა ეგეთი ენერგია შეიძლება იყოს რა. ვნახოთ აბა რა შეიცვლება თქვენ ურთიერთობაში ამ პერიოდში. აი ზუსტად ეს მომენტი იქნება, ნახეთ რა ხდება აქ. თუ დაუშვათ აი ეს სიტუაცია უკვე არის თქვენთან ურთიერთობაში, თუ დაუშვათ უკვე თქვენ ანუ რაც მე აღწერე, ხო? აი აქ თქვენი პარტნიორი სხვათა შორის დაფიქრდება, რომ ხო მე რას ვაკეთებ, ახლა მე ხო შეიძლება დავკარგო საერთოდ ეს ურთიერთობა რა. იმიტომ რომ აქ ადამიანი თუ არაფერს არ აკეთებდა, არ მოქმედებდა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამასაც ჰქონდა ძალიან დიდი განცდა და თქვენს ჰქონდათ მაგაზე ძალიან დიდი განცდა, მაგრამ აქ უკვე სიტუაცია როგორ შეიძლება ზოგი თქვათ ახლა
ფიქრობს, რომ დავკარგე ეს ურთიერთობა, ხო, მაგრამ აი აქ გეუბნებით, თუ ან შეიძლება თქვენ უთხარით, რომ დავასრულოთ ეს ურთიერთობა, ან პარტნიორმა შეიძლება გითხრათ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ენერგიები არის ძალიან რთული, ხო, შეიძლება თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ ნამდვილად მე ვარ, ენახეთ რა ენერგიებში ხართ, რა გადაირევი ადამიანი რა, რო იტყვიან, რომ აი ძალიან გადაწყვეტილება შეიძლება თქვენ მიიღებთ, რომ აი არ მინდა მე ისეთი ურთიერთობა ყოველ შემთხვევაში როგორიც იყო, ნამდვილად მე არ მინდა, იმიტომ რომ თქვენ აქ გაიზარდეთ, უკვე თქვენ აქ შეიცვალეთ, თქვენ შეიძლება თქვენი ფასი გაიგეთ, გამიგეთ, აქ ქალმა ჩართო ტვინი, მოდით ასე უხეშად ვთქვა, იმიტომ რომ თუ ქალი უკვე გადადეს ენერგიებში, ხო, თან იმპერატრიცაში თქვენ იცით, ხო, უკვე რომ 4-ვე დედოფალი არის და აქ უკვე თუ ქალი რთავს იმას ტვინს, ასე რომ ვთქვათ, რომ იმიტომ რომ თუ დაუშვათ არის დასების დედოფალში, კიდე რაღაცნაირად ემპათიას რთავს და უიმედაი ამართლებს და ასე შემდეგ თავის პარტნიორს. აქ არა, აქ დედოფალმა რა იმპერატრიცამ უკვე ტვინი ჩართო და თქვა რომ არა, მე არ მინდა, მე მირჩევნია თქვა დავშორდეთ, ვიდრე მე დაუშვათ გავაგრძელო ურთიერთობა ისე როგორც არის, იმიტომ რომ კი მტკივნეულია, კი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნამდვილად უკვე აი აქ შეიძლება თქვენ რამე საყვედური უთხარით, ან უთხარით რომ მე მივდივარ ამ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ როგორც არის, ესე იგი რადგან ხმალების დედოფალი ჩაერთო, არ მინდა, შეიძლება მიმოწერა ქონათ, ან თქვენ მიწერეთ რაღაცა დაუშვათ და დაასრულეთ, ან რაღაცა შეიძლება უთხარით, რომ ან იქნება ასე, ან იქნება ასე, იმიტომ რომ უკვე გონება ჩართეთ აქ თქვენ. გამიგეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ქალი უკვე გონებით აზროვნებს და არა მხოლოდ რაღაცა ემოციებით აზროვნებს, გამიგეთ, ნუ აქ უკვე სერიოზული სიტუაცია პრინციპში, იმიტომ რომ თქვენ ალბათ ბევრი რამე გამოიარეთ, რა ისეთი რამაც მიგიყვანა თქვენ ასეთ გადაწყვეტილებამდე რა. რა ახალი, არა, რა უფრო რა გამოვა ზედაპირზე. და მოიტყობს ყურადღებას. ნახოთ აბა თქვენს ურთიერთობაში. ანუ აქ ტრანსფორმაცია, აქ ზუსტად ის მომენტი, რომ უნდა შეიცვალოს. ანუ ეს რაც იყო, მე ხო გითხარით, რომ თუ როცა უკვე თქვენ აქ როგორ არის კიდე ისეთ დაიღალეთ უკვე ამის ლოდინში, შეიძლება მაგის ქმედების ლოდინში, მაგის ჩართულობის ლოდინში დაიღალეთ თქვენ რა. აქ ადამიანი იყო, აი მისი ასეთი შეიძლება პაუზა ქონდათ ვიღაცას მისი უმოქმედების უკვე ან ნელი მოქმედების მოდით ასე რომ ვთქვათ ნუ იმაში რა თქვენ დაიღალეთ და ამიტომ აქ უკვე ნამდვილად რა შეცვლის ახლა ანუ რა უკვე გამოვა თქვათ იმ ზედაპირულზე მიხვდებით რომ ასე არ შეიძლება არა როგორც იყო ნამდვილად თქვენ ვერა ხო აი ნამდვილად თქვენ უკვე დასავთ წერტილს კი გეუბნებით კიდევაც შეიძლება ეს იყოს მტკივნეული მაგრამ თქვენ უკვე აქ დასავთ წერტილს და იტყოთ რომ მას როგორც იყო არავითარ შემთხვევაში მე არ შემიძლია და არ მინდა და არც იქნება თქვენ აქ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას რომ ნამდვილად მე არა ვარ თანახმა რომ იყოს ისეთი ურთიერთობა სადაც მის დღემში ნერვიულობა და ასე შემდეგ კი ეს არ იქნება ადვილი თქვენთვის ეს გადაწყვეტილება მაგრამ თქვენ ამას იზავთ გამიგეთ იზავთ იმიტომ აჩვენებენ რომ აქ რაღაცა მთავრდება ანუ უკვე ის რაც თქვენ არ მოგწონდათ მოდით ასე რომ ვთქვათ ხო შემდეგი კითხვა ჩვენ გქონდა ანუ რა შეიძლება ან დაასრულდეს ან დარჩეს წარსულში აი ეს სიტუაცია, რომელიც აი გოგეობდეთ, რაც არაფერი არ ვითარდებოდა. აქ მართლა რაღაცა შეიძლება დიდი ხანიც გქონდა თქვენ ახლა ნერვიულობა, უბრალოდ აქ ამოგივიდეთ ყელში, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. და ამიტომ თქვენ აქ ახლა შეიძლება ადამიანს ახლა დიდი სიყვარულითაც, მაგრამ გაუშვოს ადამიანი, თუ ხედავს, რომ არანაირი ძვრა არ არის, არანაირი ქმედება არ არის, არაფერი არ ხდება და ამიტომ ეს უკვე ნახეთ რა ხდება, ეს წარსულში რჩება რა. როცა ადამიანი აი ასე ხო მართო შეიძლება იყო მის დღემში როგორი თქვა დანაპირებები შეიძლება დარჩება ის რომ აი ეს წლებით შეიძლება ზოგს ქონდა ეგეთი მომენტები რომ შეიძლება დაუშვოთ ახლა ადამიანი მართო მიდიოდა მოდიოდა არანაირი გეგმები არანაირი არაფერი ხო მართო თქვა დანაპირები აი ჩვენ ასე ვიქნებით და ჩვენ ასე წავალ და მე ასე მოვალ და მე ასე რაღაცა აი გეგმები ჩვენი ანუ რაღაცა კოშკებს გიშენებდეთ რომ აი ასე იქნება ისე აი მარტო სიტყვიერე და მარტო თქვათ
ემოციები და მეტი არაფერი და ეს დარჩებოდა ისე რა, რომ არაფერი არ კეთდებოდა. მარტო სიტყვები, აი ეს ყველაფერი დარჩება წარსულში, სიტუაცია უნდა შეიცვალოს, გამიგეთ, რომ არ იცვლებოდა მარტო გეგმები და მეტი არაფერი და მარტო შეიძლება ქონდეს სასიყვარულო შეხვედრები და მეტი არაფერი რა. აი არაფერში არ იყო, აი აქ იყო რაღაცა სიტუაცია, რა ვიცი მე, რომ როცა აი მოვითმენ და აი ასე შემდეგ, ამას უკვე აღარ მოითმენთ, შეიცვლებით თქვენ ახლა, ნამდვილად შეიცვლება სიტუაცია, ხო? ნუ აი ხა ნახოთ ხა ჩვენ ანუ რა ახალი შესაძლებლობა იხსნება თქვენი წყვილისთვის, რა ახალი შესაძლებლობა, ნუ ნახეთ ახლა ცხრიანი არის აქ პენტაკლების, ანუ ესე იგი გეძლებათ მანამდვილად იყოთ აი ძალიან კმაყოფილი, აქ ნახეთ როგორი ადამიანი არის, როცა მე ყველაფერი კარგად მაქვს, ანუ შესაძლებლობა ის რომ იყოთ კარგად იყოთ, ანუ აქ ნახეთ, ნუ როცა ქალი უკვე ხმალს აიღებს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ всё, ახლა ხო, აი აქ სიტუაცია როგორი მომენტი არის, გეტყვით ახლა, ანუ ახალი შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნება თქვენი. ხო. აი აქ როგორი სიტუაცია გაქვთ, ნახეთ, ეხლავე გეტყვით რა აქ რა მიდის, აქ მიდის ბევრი რაღაცები, ნახეთ. აქ არის როგორი სიტუაცია, ახალი შესაძლებლობა, ნახეთ, ზუსტად ახალი შესაძლებლობა. აქ თქვენმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება, ძალიან მყარი გადაწყვეტილება მიიღო თავისთვის, რომ უკვე როგორც აი ისე რომ მივიდე მე მაგასთან და მარტო თქვა სექსუალური თემები შევთავაზო და მაგან ახლა დროშები ჩამოკიდოს და მე რომ დავტოვო ეგა აფსაიდში, რომ არაფერს არ ვეუბნები მაგას თქვა და აი მარტო მსუბუქ ურთიერთობას რომ ვთავაზობ, აი ამას თვითონ ეს ადამიანი ასრულებს, თქვენი პარტნიორი, ნახეთ. იმიტომ რომ აი აქ თქვენ რო უკვე დადეგეთ ახლა ხმალების დედოფლის ენერგიაში, ანუ ნახეთ როგორ რას ნიშნავს ეგა. მე არ გამართლებ, მე არ გელოდები, მე უკვე ნამდვილად აქ არანაირად არ გპატიობ, თქვათ, რაღაც სისულელეებს, რაც იყო აი აქ, ხო? ანუ რაღაცა მანიპულაციები თუ რამე იყო შეიძლება, ხო? ან დაუშვათ, ნუ მარტო რაღაცას პირდებოდა, ხო? და რაღაცა სულ გაუგებრობები და რამე ისეთ მომენტები იყო. აი აქ ადამიანი ნახეთ თვითონ გამოდის ამ სიტუაციიდან, ანუ ხვდება ძალიან კარგად, რომ ნამდვილად მე აი ეს ყველაფერი უკვე აღარ იმუშავებს რა. იმიტომ რომ შეიძლება იყო ადამიანი როგორ ენერგიებში იცით, რომ აი ნუ სულ საქანელაზე რო იტყვენ გაკატავებდა რა. აი მსუბუქად მოდიოდა, გასართობად მოდიოდა, არჩევანს ვერ აკეთებდა იმას, რაც აი აქ მაგან ძალიან კარგად მიხვდა, რომ არა, ან ერთად მივდივარ, ან ეს წავა თავისი გზით, ექვსიანი ხმალების შემოლამაზებო, ანუ ეს უკვე ჩემი მოსწავლეებს ვეუბნები, ხო ხდებით თქვენ, ხო? დედოფალმა მიიღო და აქაც დააკვირდით. თუ კი ბატონო, უკვე მე უნდა ესე რა ქვია, კი, ბედნიერებისკენ, კი. კარგი კარტი არის, ძალიან მომწონს. ვნახოთ ახლა ჩვენ, ესე იგი, როგორ შეიცვლება დამოკიდებულება თქვენი პარტნიორის თქვენს მიმართ, ხო? როგორ შეიცვლება. აქ არის როგორი მომენტი, აქ სხვათა შორის როგორ შეიცვლება, თუ იყო რაღაცა გაჩერებული და აქ მოიცადეთ, აბა როგორ შეიცვლება. აჰა, всё, გამოდის იქიდან. კი. შეიძლება იყო როგორი სიტუაცია, დაუშვათ ეს ადამიანი უფრო თქვენ გიყურებდა, აბა რას იზავს, ხო? აბა როგორ იზავს, ხო? თქვენ აი თქვენზე იყო დამოკიდებული, ხო, სიტყვაზე, რომ აი შენ რას ნუ არ მოქმედებდა, აქ ქმედება არ არის, გამიგეთ? და აი ეს სიტუაცია ნამდვილად იცვლება, თქვენი პარტნიორი თქვა არ მოქმედებდა და თქვენ უფრო იყავით შეიძლება ჩართული, აი აქ ეს ხდება, რომ იტყვის, რომ მე უნდა ავიღო უკვე ჩემს თავზე პასუხის მგებლობა. გამიგეთ რა ხდება? აი, ნახეთ, მაგანაც ჩართო ძალიან კარგი. აი ეს არის ძალიან მშვენიერი და მნიშვნელოვანი. ნახეთ, როგორც აქ არის, შეხედეთ. დედოფალში ხო არის 4 დედოფალი, ბოდიში, იმპერატრიცაში. მეფეში არის 4 მეფე. დედოფალმა, იმპერატრიცამ ჩართო იქიდან ხმალების დედოფალი გონება ჩართო, ხო? ეგრევე ჩართო თქვენმა
პარტნიორმა იმპერატორი, მაგრამ იმპერატორშიც ხო ვიცით ჩვენ რომ 4 მეფე შედის. ჩართო იმენა ქმედების მეფეს, ხო? ანუ ხმალების არა ქვია მაგას. გვერთხების ხო ხვდებით რა? ანუ ჩართო, ანუ მიხვდა, მაგრამ თუ არ ვიმოქმედებ, არაფერი არ გამოვა. არ გამოვა და აქ უკვე უნდა ვიმოქმედო მე, ვიმოქმედო, იმიტომ რომ ეს სიტუაცია, სადაც მე შენ გელოდებოდე, შენ გიყურებდე, ვერ აკეთებდა რაღაცებს. გამიგეთ, შეიძლება ხელფეხი ქონა შეკრული ამ ადამიანს, რატომღაც. აქ შეიძლება თქვა სამსახური ნახა ისეთი, რომელიც თქვა მაგას მისცემს საშუალებას რომ იმოქმედოს. ნუ რაღაცას იზავს, რაღაცას შეცვლის, ეგ იფიქრებს თქვენს სიამოვნებაზე ეს ადამიანი. კი, იმიტომ რომ ჭკუა ისწავლა და მიხვდა რომ უკვე სხვანაირად უნდა წავიყვანოთ ეს ურთიერთობები, ერთად უნდა წავიყვანოთ ეს ურთიერთობა, უნდა იყოს ჩართულობა აქ ურთიერთობაში ყველანაირად, იმისათვის კი არა მარტო მე ვიყო თქვათ კარგად, იმისათვის რომ ერთად ვიყოთ ჩვენ ძალიან კმაყოფილები და კარგად რო ვიყოთ რა. იმიტომ რომ აი ხო ვთქვით რომ ის რა ქვია, რა ახალი შესაძლებლობა, ანუ კარგად რო ვიყოთ, კარგად ვიყოთ, მიხვდეთ, კარგად ვიყოთ. აქ უკვე კი. აქ როგორი მომენტი არის, იცით, თქვენმა ენერგიამ ძალიან იმოქმედა და სხვათა შორის თქვენმა სიყვარულმაც ნახეთ, იმიტომ რომ ამან მიხვდა რომ თქვენთან ჭყუები და ეს რაღაც ეს არის სისულელი, თქვენ ძალიან მაგარი დონის ინტუიცია გაქვს სხვათა შორის რა და თქვენ ვერ აიტანთ უკვე აი ამ გაუგებრობას ჭყუბს რაღაცა ხო და მაგან მიხვდა რომ თქვენ ახლა აი ძალიანად შეიძლება ამ ნუ რაც თქვენ უთხარით ხო ეს უკვე თან ისეც კიდე იცით ნახეთ თქვენ დაიღალეთ გაუგებრობით დაიღალეთ და ამიტომ აქ უკვე მაგრამ მაინც შეხედეთ რა საინტერესო მაგრამ ძალიან კარგად ხვდება რომ თქვენ იმის მიუხედავად რომ დაიღალეთ უკვე და ამ ყველაფრისგან მაინც გიყვართ ეს ადამიანი მაინც გულში ყავთ იმის მიუხედავად რომ ხმალების დედოფალი ჩართეთ თქვენ მაინც და ძალიან დიდი მოთმინების უნარი გამოაჩინეთ თქვენ და ეს კაკრა ზუსტად ეს მოთმინების უნარი რომ გამოაჩინეთ აი აქ თქვენ მაგრამ მე რო ჩართეთ თქვენ ეს ხმალების დედოფალი უკვე მიიყვანე ეგ ადამიანი იმ დონემდე რომ კი ეს ქალი არის ნამდვილად ის ვისთანაც მე შემიძლია აი ვიყო ერთად და გავაგრძელო აქ სხვათაშორის მაგასაც ძალიან უზომოდ უყვარხართ კი და ამან ძალიან კარგად მიხვდა რომ აქ აღარ მინდა მე უკვე მარტოობა აღარ მინდა მე უკვე ეს манипуляция აღარ მინდა მორჩა უკვე დავასრულე მე ეს ყველაფერი და მინდა შენთან მინდა ნამდვილად იმიტომ რომ მე გულით აგერჩიე და გულით მინდა შენთან ძალიან კარგი სიტუაცია სხვათაშორის ნახოთ აბა ამ ორმა კარტმა კიდე რაც გვაჩვენებს ხო ანუ მთავარი რა იქნება ამ პერიოდში შედეგი ვნახოთ თქვენ ურთიერთობაში მთავარი შედეგი ნუ აქ ახლა მთავარი რა მეოცე არკანი აქ ახლა უხარიათ მაღალი გაზრდალებს აქ ნახე გიყურებენ თქვენ ახლა თქვენი საგვარეულო ხო აქ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მიდის და პლუს კიდე ეს არიან იმენა მონათესავე სულების ურთიერთობა აი თუ იყო შეიძლება კარმული ურთიერთობა ხო აი მაგრამ აი აქ უკვე ადამიანებმა გააკეთეს სიტენაბიჯი რომ გადაადიან ურთიერთობაში სადაც არის მონათესავე სულები ეს არის ძალიან თბილი ურთიერთობა სადაც უკვე ადამიანები ერთმანეთს უყურებენ დიდი სიყვარულით ნამდვილად კი აქ დასრულდა გაუგებრობა დასრულდა თქვენი ჭხუბები დასრულდა რაღაცა манипуляციები და ბავშვური საქციელი ნახეთ ეს ყველაფერი განულდება კი იმიტომ რომ ადამიანმა ძალიან კარგად მიხვდა რომ არ გამოვა ეს სიტუაცია თუ დაუშვათ იქნება ისე იმ ენერგიებში რა ენერგიებში იყო არასერიოზულში როცა არასერიოზულად იქცეოდა როცა манипуლირებდა ნამდვილად აი ეგ უკვე არ გამოვა და აი მიხვდა ადამიანი რომ არ არის მზად თქვენ დაკარგოს არ არის მზად და მე კი ნუ ახლა აჩვენებენ თქვენ ისტორიებს რა ისტორიებს აჩვენებენ და უკვე აქ ამ ადამიანს აი სიჩუმეში რო იჯდა ეს ადამიანი და ინფორმაცია შეიძლება თქვენზე არაფერი არ გქონდა და უკვე მიხვდა რომ აი ეს საქციელი არ გამომადგება უკვე უნდა გავაკეთო გულით არჩევანი სულით არჩევანი უნდა გავაკეთო და ნამდვილად უნდა მონათესავე სულები ხართ კი კიდევ მეოცე ენერგიით ხურავს კი აქ უკვე მაღალი ძალები თქვენსკენ არის და ანუ ნახოთ ახლა სად მიდის ხო თქვენი ურთიერთობა და ამ დაბნელების დერეფნის მერე სად მიდის და ნუ ახლა
ნუ აქ როგორი სიტუაცია, თქვენ ერთმანეთზე მიეჯაჭვებით შემოლამაზებო და მიდიხარ თქვენს მომავალში. ანუ აქ როგორ არის, როცა ადამიანებს არ შეუძლია ერთმანეთის გარეშე ყოფნა, ცხოვრება, არ შეგვიძლია ჩვენ მარტო იმას, აი, იცით როგორ არის, აი თქვენ თუ როცა მარტო ხართ, ერთად ხართ, აი რაღაც არაჩვეულებრივად ბედნიერები რა, აი რაღაცნაირად ისეთი გაერთიანება გაქვს, აი რაღაც არაჩვეულებრივი და რა თქმა უნდა, თქვენი ურთიერთობა მიდის მომავალში რა. ყველა ვარიანტში თან ბედნიერ მომავალს, სადაც თქვენ უკვე გახდებით პენტაკლების დედოფალი, ანუ დაფასებული ქალი, უკვე ზოგი შეიძლება ცოლიც გახდეს, მაგრამ ყველა ვარიანტში აქ ნახეთ, აქ უკვე აი მე-15 ენერგია გვაჩვენებს, რომ აქ უკვე მიჯაჭვულობაზე, კი არა, თქვენ განთავისუფლდებით ამიდან. აქ ექნება ჯანსაღი ურთიერთობა, ჯანსაღ ურთიერთობაში მიდიხართ, გამიგეთ? აი თითქოს გამოდიხართ იქიდან, სადაც იყო მარტო თქვათ ახლა ის რა ქვია, ვნებები და რამეები, აი ნუ უკვე რაღაც ჯამრთელ ენერგიებში გადიხართ რა, ჯანსაღ ენერგიებში მიდიხართ რა, სადაც ნამდვილად უკვე იქნებით აი ძალიან ბედნიერი. ნახეთ ახლა აი რა კარტი მოდის რა. ბედნიერი კი, აქ რაღაცა თითქოს აი ერთმანეთს მარტო სიყვარული ვაჩუქოთ, ანუ როგორც ელოდებოდეთ თქვენ რა სიტუაციას ელოდებოდეთ, ამიტომ ვინს გამოვიდა გეუბნებით ის რა ქვია, აი მართლა ჩართო აი ეს ხმალების დედოფალი, თქვენ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სწორი არჩევანი გააკეთეთ, იმიტომ რომ ვეღარ აიტანეთ აი ეგეთი ურთიერთობა, სადაც არ იყო ბოლომდე ჩართულობა, ვერ აიტანეთ, უარი თქვით და ამიტომ თქვენ დაიმსახურეთ აი ესათიანი პენტაკლების და ეს ტუზი პენტაკლების, იმიტომ რომ გამოდიხართ რთული პერიოდიდან, დაამუშავეთ ეს ყველაფერი აბსოლუტურად. თქვენ ახლა თქვენმა ძალამ მოგცეთ თქვენ საშუალება, რომ ახალი დაწყება იყოს თქვენს ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს როცა ადამიანი ვერ აკეთებდა არჩევანს, ხო? ვერ აკეთებდა, როცა გულს გდგენეთ, როცა სუჩხუბი იყო, ეს ყველაფერი თქვენ დაასრულეთ, აქ ჩაერთო ახალი ძალები და ნამდვილად თქვენს, რომ არავითარ შემთხვევაში ვერ მოვითმენ მე, ვერ მოვითმენ, აი ამას ჯობია დავტოვო, ჯობია გადავიტანო აი ეს მდგომარეობაში, ჯობია შევიდე, ვიდრე მე ვიყო ეგეთ ურთიერთობაში და ზუსტად აი ამან მიგიყვანა თქვენ იმ სტაბილურობაში და ზუსტად თქვენ აი ნამდვილად თქვენ გინდოდეთ სტაბილური, იმიტომ რომ თქვენ სიყვარულით იყავით, ხო, ადამიანის მიმართ და აი ზუსტად აი გამოდიხართ აი ამ სიტუაციებიდან, სადაც თქვენი არჩევანი არ გირჩევდნენ და მიდიხართ ნახეთ ახლა ახალი ძალები ჩაერთნენ და გაძლევენ კიდე ერთ შანსს, რასაც მე თქვენ გისურვებთ გულით და სულით.